შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. სოფლის სადგურამდე, მე-6, მეორე. წისქვილს გამურული და გაჭვარტლული კედლები ჰქონდა. ორი თვალი ბრუნავდა, რახრახებდა. წისქვილის წინ გლეხები იდგნენ, იქვე ცარიელი ურმები გაეჩერებინათ. კორნელი მიცნო ღრმად მოხუცებული გლეხი, ჯარისკაცის გალაქტიონ გელაშვილის მამა გოჯასპირი. ყალიონს აბოლებდა მოხუცი და ასე ესაუბრებოდა გლეხებს. კორნელი მიესალმა მათ, ცხენიდან ჩამოხტა, თუთუნი გაზეთის ქაღალდში გაახვია და გოჯასპირს ცეცხლის თხოვა. გოჯასპირმა კვეს აბედი კაჟი ამოიღო, გაკრა და აბედის ანთებული ნამცეცი მიაწოდა. ეს კვიაბედი კიდევ არ მოიშალე, გოჯასპირ? მოხუც გაუკვირდა, ჩემი სახელი საიდან იცისო? კორნელიმ ვინაობა გაუმჟღავნა. მოაგონდა ბიძია ოტიას სიტყვები, თუ როგორ დაესახლა გოჯასპირის მამა ყმა გლეხი თავისი ბატონის, ოტიას მამის არჩილისაგან გამოსყიდულ მიწის პატარა ნაკვეთზე. ვენახისა და ყანის მოვლა არავინ იცოდა მასავით მთელს სოფელში. ასეთი იყო მისი შვილი გოჯასპირიც და ამის გამო აძლევდა ოტია მას თავის მამულს სამესამოდ. კორნელის მოაგონდა აგრეთვე მარანი, გაროფილი და როკივით მაგარი ძელქვის საწნახელი. ამ ვეშაპივით გაწოლილ უზარმაზარ საწნახელში ჩადიოდა გოჯასპირი ყურძნის გასატეხად. სააღდგომო კვერცხივით იღებებოდნენ გოჯასპირის ბანჯგვლიანი წვივები საფერავის წურვის დროს, თითქოს სისხლის მდინარეში განბანილანო. ზედ მწერები, კოღო, წიალები ესეოდნენ და ჰკბენდნენ. აწვებოდა დევკაცი ყურძნის წვენით განბანილ, ყურძნის ჭაჭითა და კურკით გახეხილ ვეებატერფებით მტევნებს, სჭყლეტდა ყურძენს და ტკბილით გალეშილ საწნახელს. ხარზე რაკრაკით ზდიოდა ალისფერი ჩქეფი. ჩაფებით მიჰქონდათ აუზიდან, ჩაბალახით თავწაკრულ ბიჭებს ტკბილი და მერმე მიწაში ჩაფლულ და ჩაკირულ ქვევრებში ასხამდნენ. მოჭრიალებდნენ ერთი მეორეზე გაბმული, ყურძნით სავსე ძარიანი ურმები ორღობეებში, ბნელი მთის აღმართზე და კორნელი, აგრეთვე მისი ტოლი ბავშვები, კრახუნა ყურძნის ქარვისფერსა და უტკბილეს მტევნებს ესეოდნენ. სამზადის გვერდით დაპირქვავებულ, დახვავებულ სიმინს, ზვინებზე ოტიას ყანის მოზიარენი ისხდნენ. გოგო ბიჭები ტაროებს არჩევდნენ, ხოლო მოურავი სასიმინდეში სიმინს გოდრებით აყრევინებდა. ისმოდა ტერეზას და მისი დების, ელენესა და თამარის ოხუნჯობა, გოგოების კისკისი, პაპა დიდედის არჩილისა და დარეჯანის განკარგულება, ძახილი. მათი ჭირნახულის მოწევასა და შენახვას 40-მდე კაცი დასტრიალებდა თავს. მოჯამაგირენი, ყანისა და მამულის მოზიარენი, შინაურნი და მეზობელ გარეშენი. პირსავსე მთვარე დახაღადებდა ზედაზენს. შვაღამე გადასულიყო. ვაზის გაყვითლებული და აწუკვე
გახევებული ფოთლები და გამხმარი ჩალის ღერები ნაღვლიანად შარიშურობდნენ და სისინებდნენ შემოდგომის ქარშოშმანისაგან. ყოველი შემოდგომის ბოლოს, როცა ჭირნახულის მოწევას და შენახვას მორჩებოდნენ, დივნები ვახშამს უმართავდნენ ნათს. აი ახლაც სამზადისში გოგო-ბიჭები ტრიალებდნენ, ცხვარს, გოჯს, ინდაურსა და ქათამს ამზადებდნენ. როკავდა გოგო ეკვირინეს ხელის გულის ცემისაგან ცერზე შემდგარი საცერი, მერდინი. დღეს კორნელის ბიძა ოტიამ დივანი დადგება თამადად და ამ ზედაზენის ყაზახებს კარგა ლამაზად და ლაზათიანად დაათრობს და კისერსაც მოსტეხს. სუფრაზე სოფლის განთქმული მომღერლები გოჯასპირ, ნესტორ გელაშვილები, ტურიაშვილები შეიყრებიან. ოტია იჩქარის სამზადისის გვერდით, კაკლის ხის ქვეშ, დაბალი სუფრების გაშლას. სიგუნავა სამი კიტნოდან მიარღნეც კი ჩამოუყვანია ამ თვარიან ღამეს, დილამდე გააყრუებს ზედაზენს, ტუნია ტურნანაშჭრიალი. სამზადისში დები, ტერეზა და ელენე თავზე დასდგომოდნენ ჯანიან გლეხს გოჯასპირს. საპონს აწვდიდნენ, ხელში სპილენძის თუნგი ეკავათ და ყურძნის წვენში გალოპილ. ბანჯგვლიან წვივებს აბანინებდნენ ნელთბილი წყლით. ვაი შენს ტყავს გოჯასპირ, შენი ფეხის ოფლი და ნაწური უნდა ვსვათო, კისკისებდნენ ბროწეულივით დაბრაწული, ქვირითიანი და საქმარშვილოდ მოწიფებული ქალები. ენაწყლიანი მოუბარი იყო გოჯასპირ. აჯამეთის ტყეში და მთაში მხეცებზე ნადირობის და მრავალი საოცარი ამბის სწორუპოვარი მთხრობელი. საჯამეთის სათიბის ახლოს, აჯამეთის პირას, დათვ შეხრია ბიძია პაატა, უნდა მოეკლა, მაგრამ ტყეში შეასწრო, უთხრა ტერეზამ. სათიბთან დათვი ჯერ არავის უნახავს. არ დაიჯერა გოჯასპირმა ტერეზას თქმული. დაკარწახებული ხვანჯრიანი შარვლის ტოტები ჩამოუშვა, პაჭიჭები და წუღა ჩაიცვა, ჭროღა, ელვარე თვალები მიაპყრო ტერეზას და ელენეს. წაბლისფერ წვერულ ვაშზე გადაისვა მზისგან დამწვარი, მიჩაბივით ფართო ხელი და ამ დროს უკანა კარებთან ვიღაც აბურტყუნდა. მერმე სამზადისის კარები ნეელა შემოაღო და თვალები შემოანათა. შავტუხა გოგოს ეკვირინეს გახურებულ კეთზე დასაცხობად გამზადებული ცომი გაუვარდა ხელიდან და ნაკვერცხალზე დაეცა. ცომი აშიშინდა, ბოლისა და ნამწვის სუნი დააყენა, ყველანი შეშინდნენ. შეკრთა გოჯასპირიც, რა არის ეს? ტყიდან გამოვარდნილი ნადირი ხომ არ მოადგა სამზადის კარებსო, გაიფიქრა. მართლაც სამზადისის კარში უზარმაზარი დათვის თავი გამოჩნდა. ტერეზა, ელენე და გოგო-ბიჭები წივილ-კივილით გაიქცნენ წინა კარებისაკენ. ნადირმა ზღურბლზე გადმოაბიჯა. სამზადში შემოგორდა და ბაჯბაჯით წამოვიდა. რბილად აბიჯებდა ნაძვის წიწვებსა და კოკოლებს, ბალახსა და ჯაგებს, ქვასა და ქვიშას შეჩვეული თითებრუხი ხავსისფერი დათვი. თავკისერს მაღლას წევდა და შავი ნესტოებით ისუნთქავდა სამზადში დამდგარ ხორცისა, ტკბილეულისა და წარე კვამლის სუნს, უკაცური, უდაბური მთისა და ტყის ნადირი. დინგი გააქნია. წვანე სანათურების მსგავსი ბრაზიანი თვალები მიანათა გოჯასპირს. გოჯასპირმა ხელი მოავლო მაშინ კუთხეში მიყუდებულ, გავარვარებულსა და სამართებელივით მოპირულ ცულს. თვითონაც ნადირივით დააბრიალა, შვაცეცხლით განათებული თვალის კაკლები, ხშირი და გაფანჩული წარბები აზიდა და ჯანიანი ხელით აღმართა ცული. წისქვილის დოლაბებივით ამოძრავდნენ
გოლიათი კაცის ბეჭები და ის იყო უნდა გაეპო ტყიდან მოვარდნილი ნადირის თავი და მაშინვე ტერეზამ გულშემზარავად მიაკივლა. რაჟდენის მამა ნესტორი ზურგზე მოახტა ნადირს, ყურებში ჩასჭიდა ხელი, აღარ უშვებდა, ჩაბღუჯა. მოხერხებულად უნდა ჩაეცა ხანჯალი, მაგრამ ნესტორს ხელში ცარიელი ქურქიღა შერჩა. დათვის ტყავიდან, ქურქიდან ლამაზი ასული, ფერმკრთალი და ცოცხლად მკვდარი თამარი გამოძვრა. თქვე ოჯახქორებო, დასმიკლავდით? მიაძახა ოტიამ განცვიფრებულ და მოტყუებულ გლეხებს, გოჯასპირსა და ნესტორს. ასე გადარჩა სიკვდილს ლაღი და ეშმაკი თამარი, რომელიც დათვის ქურქში გაეხვია დიდრულად მორთულ მოკაზმული დარბაზიდან სამზადის მიეპარა და გლეხებისა და გოგო ბიჭების დაფრთხობა დააპირა. მოაგონდა დედის მიერ ნაამბობი ეს შემთხვევა გოჯასპირის პირისპირ მდგომ კორნელის. მოაგონდა დედული. რატომ არ ამოდი ზედაზენში? ოტიას უნახავი მიდიხარ? ჰკითხა გოჯასპირმა. სტუმარს მოველით თბილისიდან სადგურამდე. მერე ყველა ერთად ამოვალთ. სარკოიას და ალისმერეთსაც ვინახულებთ. მიუგო კორნელიმ. საათს დახედა. 9 საათი იყო. შეეშინდა არ დამაგვიანდესო. სადგურამდე 10 ვერსიც არ იქნება. სულ ნაბიჯით რომიარო ამ 1 საათში მაინც გაივლი. ქალაქიდან კი მატარებელი 12 საათზე ჩამოდის და ჯერ რა დროს დაგვიანება უთხრეს გლეხებმა. უიმე, აგერ არ ყოფილა ოტიას ცხენი. წამოიძახა გოჯასპირმა, როცა წისქვილის სვეტზე მიბმულ კუკურის დააკვირდა. კორნელი მოხუცი გლეხის გოჯასპირის მომღიმარ სახეს დააცქერდა. სხვა გლეხები, რომელთაც გოჯასპირთან ერთად ჩამოეტანათ სარკოიადან საფქვავი, მოშორებით იდგნენ. ჩამოკონკილნი, გაჭირვებისა და უზომო ჯაფისაგან წელში ისე მოხრილნი, როგორც მომძლავრებული ქარისაგან ამ წისქვილთან და მდინარის პირას წაფერდებული ტირიფები. ფეხზე პაჭიჭები და ქალამნები ეცვათ. 80 წლის მოხუც გოჯასპირს კერძზე სცემდა თეთრი წვერი. გაფანჩულ წარბებში განირჩეოდა თმის 3 ღერი, ყველაზე გრძელი და წამწამებამდე გადმოფენილი. გოჯასპირს არყის ხის ქერქისფერი ჯერ კიდევ ბასრი თვალები ჰქონდა. აყალო მიწასავით წითელი, სისხლით სავსე და მუხის ქერქივით დახეთქილი კისერი. ძარღვები ფესვებივით შემოხლართოდა ხელზე. კორნელის მოეჩვენა თითქოს გოჯასპირის ჟღალჩოხას დედამიწის, მაჭრის, ღვინისა და ჭაჭის სურნელი აზდისო, ხოლო ტანსა და მაჯას თორნის პურისა და გომიჯისა. მიუხედავად გოჯასპირის ხნიერებისა, მისი ვეება ხელები ჯერ კიდევ განაგრძობდნენ დედამიწასთან ჭიდილს, რათა მოეპოვებინა პური ჩვენი არსობისა. საუბარი აქაც ომიანობას შეეხო. კორნელიმ უამბო თუ როგორ იბრძოდა მის შვილთან, გალაქტიონთან ერთად ჯავახეთში, როგორ გამოსჭრა გალაქტიონმა ტყეში საკაცე და როგორ აიტანეს დაჭრილი ჯარისკაცი ცაგურიშვილი და მოკლული ბაქრაძე ბრძოლის ველიდან სოფელში. მერმე შიმშილიანობაზე დაიწყეს ლაპარაკი. ოღონდ მიწები დაგვირიგოს მთავრობამ, თორემ მოსავლის ნუგეშინია, სამყოფს მოვიწევთ. ამცნო სოფლის ხმა კორნელის ჩამოკონკილმა და დასაწყლებულმა ერთმა გლეხმა, რომელსაც კამარში ჩაერჭო აბედივით დაბეგვილი და შრომით დაკოჟრილი ხელის ცერი. მიწებს ვინ მოგვაშავებს? დატუქსა გოჯასპირმა. ამბობენ უფასოდ დაგვირიგებენო მიწას. იმეც არ კარგავდა გლეხი. გოჯასპირმა უიმედოდ ჩაიქნია ხელი.
კორნელიმ ვეება ხელის ზურგზე დაზღმურდლული ძირმაგარასავით პირღია იარა შენიშნა და მისი შეხვევა ურჩია. გოჯასპირმა გაიღიმა, რა უჭირს? უნდა გენახა რას გავდა, ხარის თვალივით მაჯდა. კორნელიმ კითხა თუ იწამლეო. გოჯასპირმა ბოხიხმით ჩააგუგუნა. ყურწუმელიას ნეშო დავადე, დავამწიფე და მერე დანის წვერით ავხიე. კორნელი განცვიფრებული მიშტერებოდა გაუტეხელ ჯანიან და თავის ჩვეულებათა და შეხედულებათა ჯიუტმცველ გოჯასპირს. უცნაურად ეჩვენა გოჯასპირის თვალები. თითქოს ისინი ჩვენი ხალხის მრისხანე და ძველისძველ სიბრძნეს ატარებენო. გაიფიქრა. მერმე მთის კალთებზე მოფენილ ვენახს და ტყეს გახედა და გოჯასპირის არყისხის ქერქისფერი თვალები ახლა მთიდან, ტყიდან, სოფლის ყოველი კუთხიდან იხედებოდნენ და კორნელიმ გაიფიქრა. ქართველი გლეხკაცობის სახე. ჰაერში ნედლი ხის, ნავდრი მიწის, თევზის, მდინარისა და ფქვილის სუნი იდგა. წისქვილის ბორბლები და დოლაბები გრიალებდნენ. წისქვილის ახლოს ამართული ბებერი მუხა შრიალებდა. კორნელი სადგურს მიუახლოვდა. ბაქანზე ქართველ მილიციელთა და სამხედრო პირთა გვერდით თურქი ოფიცრები იდგნენ. ისინი რკინიგზის ხიდს და ლიანდაგს გასცქეროდნენ. მათი ტანისამოსი გერმანელ ოფიცერთა ტანისამოსს გავდა. ცოტა ხნის მერმე ორთქმავლის კივილი გაისმა და მატარებელმა სადგურს მიაშურა. ეშელონი გაჩერდა. ვაგონებში უცხო და შავგრემანი ჯარისკაცები ისხდნენ. თუმცა მათაც გერმანელი ჯარისკაცების მსგავსი სამხედრო ტანისამოსი ეცვათ, მაგრამ ისინი კოლონიური ლაშქრის ჯარისკაცებს მოგაგონებდნენ. ბაქანზე გაშეშებულ ოფიცერთა ეშელონის ჯუჯა მეთაურნი მივიდნენ და სამხედრო წესისამებრ გაპრანჭული მიმოხვრითა და შიქასტებით მიესალმნენ ერთმანეთს. მათმა ქცევამ და ბრწყინვალებამ სრულიად ვერ დაჩრდილა ტანოვანი და ლამაზი ქართველი ჩვენი მილიციელნი და მით უფრო ოფიცრები. ასკერები ვაგონიდან არ ჩამოდიოდნენ. ბაქანზე თავშეყრილი ხალხი მდუმარეთ და ზიზღით ათვალიერებდა მათ. ბაქნის ახლოს ხილით სავსე გოდრებთან ჩაცუცქულიყვნენ ავი დროებით დასაწყლებული და სოფლიო ომით გაღატაკებული ჩვენი სოფლელები. გულუბყვილო ღიმილით და თვალებით მისჩერებოდნენ ისინი ასკერთა ეშელონს. ჩამოკონკილი საცვლების მაგვარ ხალათსა და შარვალში გამოწყობილ ბაიასავით გაყვითლებულ გლეხთა ღიმილი ეკალივით ერჭობოდა კორნელის გულზე. ვაი თუ მათ არ აინტერესებთ ის ამბები, რაც მათ სამშობლოში ხდება. ფიქრობდა იგი, მრისხანედ გასცქეროდა თურქ ოფიცრებს და ჯარისკაცებს. თითქოს პირადად მათი ბრალი ყოფილიყოს ხილით მოვაჭრე გლეხების უბედურება. ასკერთა ტანისამოსი და იერი ძალზე განსხვავდებოდა მათი ოფიცრების ტანისამოსისა და იერისაგან და არა მარტო ტანისამოსი, ეტყობოდა ოფიცერთა და ჯარისკაცთა შორის დიდი უფსკრული იყო გათხრილი. ასკერებს ფეხზე გაეხადათ, წვერი გაუპარსავი ჰქონდათ და ისედაც შავი და მურისფერი მათი სახე ზანგთა სახეს ემსგავსებოდა. ქერა ნაკლებათერია მათ შორის. ისინი ციებიანსა და შიმშილით მისიკვდილებულ პატიმრებს გავდნენ. ომისაგან დაღლილობა და ტანჯვა აღბეჭდოდათ სახეზე. სასაკლაოსკენ გარეკილი პირუტყვის უგონო, კაეშნიანი და მორჩილი თვალებით უცქეროდნენ ვაგონებიდან ბაქანზე თავშეყრილ ხალხს. იქვე გოდრებთან ჩაცუცქულ, მათებრ ღარიბ და უფლება აყრილ სოფლელებს.
ეტყობოდათ მათაც არ გაეგებოდათ რა ამ ქვეყნად მიმდინარე ამბებისა. ეშელონის საბარგო ვაგონებს ეწერა 8 ადგილი ცხენისათვის და 24 ადგილი კაცისათვისო. კორნელის ყურადღება მიიპყრო ვაგონის ღია დარაბიდან მოცქირალმა ერთმა ასკერმა. უვნებოდ, უაზროდ იცქირებოდა იგი და ისე შეექცეოდა ბატიბუts. რამდენიმე ქართველი ვაგონთან მივიდა. ერთმა მათგანმა თურქულ ენაზე გააბა საუბარი ასკერებთან. ოფიცერმა შერისხა ასკერები და მათაც შეწყვიტეს ქართველებთან საუბარი. ამ ჯუჯა და ჩანჩურა ოფიცრის მედიდურობა ჩვენზე გამარჯვების მოპოვებით არის გამოწვეულიო. ფიქრობდა გულმოკლული კორნელი და მათდამი მტრული გრძნობით იმსჭვალებოდა. იხტიბარს არ იტეხდა. ტანისამოს ისწორებდა და ისიც მედიდურად სეირნობდა ბაქანზე თურქი ოფიცრების გვერდით. არა როგორც დამარცხებული ქვეყნის შვილი, მონამორჩილი, არამედ როგორც თანასწორი და კიდევ უფრო მეტიც მათი აქავე აჩეხვის მოსურნე. თურქი ოფიცრები გაკვირვებით უცქერდნენ შნოიანად და ლაზათიანად ჩაცმულ არტილერისტს, რომელსაც სრულიად არ ეპარებოდა ახლა ეჭვი იმაში, რომ იგი თურქ ოფიცრებზე გაცილებით უფრო ღირსეული და განათლებული იყო. სადგურის იქეთ აღმართულ თებსა და ტყეს გახედა და იმ თიდან და ტყიდან კვლავ გოჯასპირის სახე და არყისხის ქერქისფერი თვალები იხედებოდნენ. თითქოს გოჯასპირი ქართველი ხალხის ხატად მოევლინაო. კორნელიმ ქართველ მეთაურს შალვა კიკნაძე შესჩივლა. შალვა, ვინ მისცა თურქეთის ჯარს ასეთი თავისუფალი მიმოსვლის უფლება საქართველოს რკინიგზებზე? მეთაურს გაუკვირდა მაზუთით გაზუზული მემანქანე ორთქმავლის კიბეზე ჩამომჯდარიყო. მისი კბილების რკალი და თვალის გუგა თეთრად ანათებდა. მემანქანემ ზედიზედ გააბოლა თუთუნი და მეთაურ კიკნაძის მაგივრად უპასუხა კორნელის. თანახმად ხელშეკრულებისა თურქეთს უფლება ეძლევა გაატაროს ბათუმიდან ბაქოსკენ რკინიგზით ჯარები. გეგეჭკორმა დართო ნება. კორნელი არ იცნობდა ბათუმისა და ახალციხე ახალქალაქის მაზრების დაპყრობის მერმე მენშევიკური მთავრობის მიერ გადადგმულ იმ სამარცხვინო ხელშეკრულებას, რომელმაც საქართველო თურქეთის ლაშქრის გასასვლელ დერეფნად აქცია. როგორ მეორდება ისტორია? შესჩივლა მემანქანეს და მეთაურს კიკნაძეს ახოვან ქერავაშკაც კორნელიმ. განა ამ დღეში არ იყო იმერეთი მეფე სოლომონ დიდის დროსაც. 18 წლის მეფე სოლომონი რომ ტახტზე ავიდა, თურქების ჯარი ქუთაისის, ბაღდათის, შორაპნისა და ხრესილის ციხეებში იდგა. ამ ისტორიულ ცნობას იონას მიერ მიცემულ წიგნიდან აწვდიდა კორნელი მემანქანეს და მეთაურს კიკნაძეს. შორაპანმა და მისმა ციხემ ისე ვიხილეს ფაშა ახმედის ნაცვალი, ეს თურქეთის ჯუჯა მეთაური, სთქვა კორნელიმ. თურქი ოფიცრისაკენ მიიხედა და მერმე კიკნაძეს უთხრა: შენი მოგვარე, პირველი ფაშა, მამედ ალი კიკიანი, ქუთაისის ციხეში იდგა დიდძალი ჯარით და ბრძანებელიც ის იყო ყველა დანარჩენი ფაშებისა. მემანქანისა და კიკნაძის გარდა ახლა სხვა ოფიცრებიც, ჯარისკაცებიც და მოქალაქენიც შეგროვდნენ. როცა თურქების თავგასულობა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, 18 წლის სოლომონ მეფემ მხედართმთავრები წარჩინებულნი დაიბარა და დაიძახა.
ამგვარ სიცოცხლეს სიკვდილის ჯობიაო. ნუღარც გამთენებია აღდგომა, თურქები თუ იმერეთიდან არ გავრეკეო და გარეკა კიდეც. უამბობდა კორნელი სოლომონის მეფის დროინდელ ამბავს გარშემო შემოყრილ ხალხს. ხალხი ისევ ზიზღით გასცქეროდა ასკერებსა და მათ ოფიცრებს. საქართველო იმ დღეში ფეოდალებმა და თავადებმა ჩააგდეს და ახლა ეს უბედურება ქართველ თავადებს, ნაციონალისტებსა და მენშევიკებს უნდა მოეკითხოს. ჩამოზახა ორთქმავლის კიბიდან მემანქანემ კორნელის. კორნელიმ პასუხი ვეღარ მიაწვდინა, რადგან ბაქანზე ზარი დარეკეს. სადგურის უფროსმა სამგზავრო კვერთხი მიაწოდა მემანქანეს, ხოლო ობერმაც წასვლისა დაუსტვინა. თურქი ეშელონის წასვლის მერე მატარებლები დაგვიანებით ჩამოვიდა თბილისიდან. ესტატე მაყაშვილმა სადგურის ბაქანზე დაინახა კორნელი, რომელიც გაფაციცებით მისჩერებოდა ვაგონებს. კორნელიმ ჩემოდანი ჩამოართვა, სადგურში შეიყვანა ესტატე, ცხელოდა და ლიმონის წყალი დალიეს ბუფეტში. მერმე სადგურის უკან მიბმულ ცხენებისაკენ გაეშურნენ. ესტატეს მოყვითალო საზაფხულო კოსტუმი ეცვა, შარვალი წვივზე შემოეჭირა და ინგლისური ქინძის თავით დაემაგრა. ისე როგორც ველოსიპედზე ჯდომის დროს იციან. მისი ჩემოდანი საშუალო ზომისა და მჩატე იყო და კორნელი მუხლებზე შეიდგა. ხაბარდულაზე მჯდომი ესტატე ახტაცებული იყო ზემო იმერეთის ბუნებით, მაგრამ ბუნების ჭრეტა ხელს არ უშლიდა ვექილს მთელი გზა ელაპარაკნა პოლიტიკაზე. იმდენი ახალი ამბავი უამბო კორნელის, რომ გზა შეუმჩნევლად გალიეს.